გუდაურში ფესტივალი გიზგიზი მიმდინარეობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ ფესტივალზე დასწრება უფასოა. ღონისძიების ფარგლებში დამსვენებლებს მუსიკალური პროგრამა და სპეციალურად მოწყობილი კვების ობიექტები დახვდებათ. ფესტივალის მიზანი როგორც შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია, ასევე საერთაშორისო მოგზაურთა მოზიდვა. გუდაურში მუშაობს ჩვენი კოლეგა ნატა ტაბიძე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ნატა, გისმენთ. გუდაურში სასიამოვნო ამინდია, თოვს და იდეალური გარემოა იმისთვის, რომ გიზგის ფესტივალს დავესწროთ, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი არის უკვე თავმოყრილი, არა მხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელი ტურისტები. ფესტივალი აერთიანებს კვების ობიექტებს, მუსიკას, რომელსაც ქართველი დიჯეები წარმოგვიდგენენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთად ყოფნისთვის იდეალურ სივრცეს, როგორც მოსასვენებელი, ისე გასართობს სივრცეებს. თუმცა დეტალებზე თამაზ იორაშვილი საუბრობს ჩვენთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე. მოგესალმებით, რას ემსახურება ეს ფესტივალი? დღეს ჩვენ ვიმყოფებით როგორც მოგეხსენებათ ახალი გუდაურის ტერიტორიაზე, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მორიგი გიზგიზის ფესტივალი გაიმართება. ტერიტორიაზე დაგვხვდება ძალიან ბევრი საინტერესო კვების ობიექტი, შესაბამისად გემრიელი კერძებით, მათ შორის ყავს ჩვენი გემოფესტის ბევრი მონაწილე. დღის განმავლობაში ფესტივალი ხავაზობს ძალიან ბევრ საინტერესო აქტივობებს, როგორც დასრულებისთვის, ისე საბავშვო მიმართულებით. დღის განმავლობაში სხვადასხვა არტისტი ავა სცენაზე და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგ დროს გაატარებს ყველა ის მობრძანებული სტუმარი, როგორც ტურისტი, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. ადამიანები ძირითადად გუდაურში მოდიან იმისთვის, რომ ისრიალონ და ისრიალს შორის დასვენებისთვის თუ არის შესაფერისი ადგილი აქ? კი, მე ვფიქრობ, რომ იდეალური შესაძლებლობაა სრიალის პერიოდში, როცა ადამიანი რამდენჯერმე ადის სხვადასხვა ტრასებზე, მთაზე და შემდეგ უკვე მთის ტრასის ბოლოს დახვდება ესეთი საინტერესო და გემრიელი პირდაპირ ვიტყვი ფესტივალი, მგონია, რომ ძალიან კარგი დასვენების საშუალებაა ჩვენი სტუმრებისთვის. დიდი მადლობა და გემრიელი შემთხვევით არ უხსენებია აქ არა მხოლოდ სტანდარტულ, არამედ არასტანდარტულ კერძებსაც დააგემოვნებ. მე ახლა თამუნა რაზმაძესთან მოვედი, რომელიც წარმომადგენელია როგორც რაჭის, ისე სვანეთის. გამარჯობა, რას თავაზობთ დღეს ფესტივალზე? ამ ეტაპზე გთავაზობთ შხმერულ სენდვიჩს და პიტა კუბდარი სვანური. ეხლა მოგიმზადებთ თქვენ რაჭულ სენდვიჩს შხმერულს. აი როგორ გამოდის ერთად თან ქართული ტრადიციული და თან street food-ი ბჭყალებში რომ თქვა ქუჩის კვება. კი, ძალიან მარტივად გამოგვივიდა, ძალიან კარგი კერძები შევქმენით, მარტივი მისართმევია და რაც ხავრე ძალიან გემრიელი. ძალიან დიდი მადლობა, გააგრძელეთ თუ შეიძლება და არა მარტო ქართული ტრადიციული კერძები, არამედ აი ზუსტად ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს ადამიანებს, როდესაც ღია სივრცეში იმართება ფესტივალები. ეს არის წაბლი, ეს არის გლიტვეინი, ცხელი შოკოლადი თუ ჰოთ-დოგი, ის რაც უცბად მისართმევია. მოგესალმებით, ლანა ხატიაშვილთან მოვედით. ლანა, რას თავაზობთ სტუმრებს? ჩვენ მომხმარებელს თავაზობთ, რაც თქმა უნდა, პირველ რიგში გემრიელ საკვებს, სწრაფად მომზადებას და გვაქვს სეზონისთვის დამახასიათებელი ცხელი სასმელები, ასევე ცხელი წაბლი, გრილზე შემწვარი და სხვადასხვა გემრიელობები. რა უხდება ყველაზე მეტად მთას, სიცივეს და თოვლს? პირველ რიგში ალბათ ვიტყოდი, რომ გლიტვეინი, რომელიც ჩვენი სპეცპროდუქტია, რომელსაც თავად ვაწარმოებთ საკუთარი გაწურული ღვინით, არის უგემრიელესი, ნატურალური და გრადუსიანიც, რომელიც მხიარულებაში და გათბობაში ნამდვილად დაგეხმარებათ და ჩვენთან ყოველთვის დახვდებათ გემრიელი და ხარისხიანი პროდუქცია. დიდი მადლობა. ის რაც მართლაც ყველაზე მეტად უხდება მთას, ეს არის ცხელი სასმელი, მე ცხელი შოკოლადი მირჩევნია, ძალიან ბევრ ადამიანს გლიტვეინი და გემრიელი საჭმელი. არა მხოლოდ ქართული, არამედ ასევე ევროპული ჰოთ-დოგები, სოსისები, ბურგერები და აბსოლუტური მრავალფეროვნება. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ გუდაურში სეზონი აქტიურად მიმდინარეობს, ძალიან ბევრი დამსვენებელია, სასრიალო ინფრასტრუქტურა სრულად გახსნილია და ტურისტიც ძალიან ბევრია. რაც შეეხება გიზგიზი მთელი დღის განმავლობაში გუდაურში გონდოლას მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდება და ხამის 10 საათზე დასრულდება. დიდი მადლობა, ნატა ტაბიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში გუდაურიდან.